დღევანდელი გადაცემის წამყვანები კი მოულოდნელი არ იქნება, რომ ვიქნებით კვლავ ჩვენ. შეიძლება ვიღაცას მოგბეზრდათ, შესაძლებელია უკვე ყელში სამოვედით, ამდენი წელია რო აქ ვართ, მაგრამ ჩვენ ამდენი ხანია ამ სცენას ვიზიარებთ, უკვე ძალიან დიდი ხანია და ძალიან ბევრი შეიძლება არ მოსწონს, მაგრამ მოუწევს ჩვენ კიდე აქ ვიქნებით შემდეგი წლების განმავლობაში და ვეცდებით, რომ საუკეთესოები გავხდეთ და მოვიგოთ ბალონ დორი. მართლა ტატოს 8 ბალონ დორი აქვს და მე მხოლოდ 5, მაგრამ ვეცდები რომ დავკლაჩო. ჩვენი თავების უკეთესი ვერსიები გავხდეთ ყოველდღიურად. ამას ვცდილობთ coach კალა და coach ტატო. ჩვენი მიზანი არის რომ დღეს იმაზე უკეთესები ვიყოთ, ვიდრე ვიყავით გუშინ. და გუშინ იმაზე უკეთესები უნდა ყოფილიყავით, ვიდრე ვიყავით გუშინ წინ. თუ არ ვიყავით, მაინც შეგვიძლია დღეს ვიყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე გუშინ ვიყავით. და ხვალ უნდა ვიყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე ვიყავით დღეს, ვიდრე ვართ დღეს. და ზეგ მეგობრებო, იმაზე ორჯერ უკეთესები, ვიდრე ვართ დღეს და იმაზე 1.5-ჯერ უკეთესები, ვიდრე ვიქნებით ხვალ. ხოლო მაზეგ ქართული ენა გვაძლევს საშუალებას, რომ მაზეგიც თქვათ, განსხვავებით ბევრი სხვა ენისგან, რომელსაც ზეგიც კი არ აქვს. ჩვენ მაზეგიც კი გვაქვს. ეგეთ ზარმაცები ვართ, რომ მაზეგიც კი მოვიგონეთ. მაზეგ იმაზე 4-ჯერ უკეთესები უნდა ვიყოთ, ვიდრე ვიყავით გუშინ. 2-ჯერ უკეთესები, ვიდრე ვიყავით. არა, ვიბენი მაგას. 4-ჯერ უკეთესები, 8-ჯერ უკეთესები, იმიტომ თუ გეომეტრიულად 8-ჯერ უკეთესები, ვიდრე ვიყავით გუშინ, 4-ჯერ უკეთესები, ვიდრე ვართ დღეს. 2-ჯერ უკეთესები, ძალიან გთხოვთ, ზეგ. მეგობრებო, ფსიქოტროპულ წამლებს ველოდებით კვლავ პროსპონსორად არ გამოჩნდნენ ამდენი ხანია. 16-ჯერ უკეთესები, ვიდრე ვიყავით გუშინ, 8-ჯერ უკეთესები, ვიდრე ვიყავით დღეს. 4-ჯერ უკეთესები, ვიდრე ვიქნებით ხვალ და 2-ჯერ უკეთესები, ვიდრე ვიქნებით ზეგ. შენ თუ გუშინ ამაზე ცუდი იყავ, ვიდრე ეხლა ხარ. ძალიან ცუდი დღე ქონია გუშინ. მე ყოველდღიურად უკეთესი ვხდები, ჩემო კალა. ხო და ეს თუ უკეთესი დღე არის, ეხლა როგორც დაიწყე. მაშინ გუშინ ძალიან რთული დღე ქონია კიდე. და გუშინ წიგითო ჩემთან კლასში რაღაცა ერთ-ერთ ჩემს მაკაც ქონდა, საფეხურები ერქვა რა, წიგნს და ლოგიკური ისინი იყო. ზოგი ფაქტობრივი, ზოგი ლოგიკური ამოცანები. პატარა მეორე მესამე კლასელი ბავშვებისთვის და თქვენ ამ კლასში იყავით მაგდროს ხო? მე მომთავრებდი, აბიტურიენტები და კითხულობს მასწავლებელი ეკითხება ესო რა ჩამოთვალე დღეებიო, ისე რომ არ გამოიყენო 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი ეგენიო რა, ისე ჩამოთვალეო და ჩემაც მაკაცმა ანდრო ჩიტაძემ დაიწყო ჩამოთვლა გუშინ წინო, გუშინ დღეს ხვალ ზეგ, მაზეგ და მაზეგის ხვალ და პროსტა მასწავლებელმა როგორ დაემთხვა იცი? მარტო მე გავიგე, მართლა გეუბნები. ამ დრო გვერდზე მეжда. მაზეგის ხვალ და მასწავლებელმა ამ დროს რომ მორჩა მაზეგო, იმანს ლაპარაკი დაიწყო და ვეღარ გაიგო ეს ყლეობა რო. და კაი ბიჭი ხარ 4 მეტრი იმას დაიწყო. და მე ისევ ხვალ ზეგ და ისო და მაზეგის ხვალ, მაზეგის ზეგო, ამან ეს თქვა და პროსტა ეს დაიკარგა რა ეს. მაზეგის ხვალ, მაზეგის ზეგ. მაზეგის ხვალ და სად გაიგო არ ვიცი მაგრამ. ბიჭო, მაგრამ რა, ამ გუშინ წინ, გუშინ, დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ 6 დღეს მოიცავს უკვე. ბევრი. 10 ენაში მე არ ვიცი რა ენა. მაზეგის მერე. გუშინ წინის. ხოზერია. მთელი კვირა შეიძლება, მთელი კვირა შეიძლება მოიცვა, ხო? გუშინ წინის წინ. გუშინ წინის წინ, გუშინ დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ, ერთი კვირაა რა. ხო. პატივცემულო მეგობრებო. 2 გამომწერი დაგვრჩა 250,000-მდე. 2. თქვენ მოიგეთ. ოპა! ერთი გამომწერი დაგვრჩა. ლაივში თუ იქნებოდა ეს არ მეგონა რაღაცა. მიდი რა, მიდი. ერთიც ვიღაცა ვინც ვიყურებთ, გამოიწერეთ რა, მიდი რომ 250,000 გახდეს. რა ლამაზი იქნება და შენი კარგიც მოთხე. შეპროჭო. ვიღაცა რომ მომკვდარი იყო რა. კასა, როკოდები ან subscribe-ს აკეთებ ყველაფრიდან? ხო. მედით ხალხო, ეხლა ვიღაცა ვინც ოპა, დავაი ერთი კამბექი. ვინც ვიყურებთ, ერთი კაცი მაინც არ ხართ ისეთი როისაც გამოწერილი არა აქვთ, մի დააჭირე რა, დააჭირე. ახლა ლამაზი იქნება ეს 4, სად არის? 4. ოპა! 250,000 დაიკლაჩა. გილოცავთ პატივცემულო მეგობრებო. მართლა არ მჯეროდა ეს რა შოკია, ვაიმე. ლაივში თუ მოხდებოდა, კარგი რა, ვიცოდი. ვიცოდი რომ არა ნახე მთავარი რომ დაფიქსირდ მე ჩამო ანუ მთავარი რომ დაფიქსირდ არა უშავს არა მთავარი რომ დაფიქსირდ ზო
რა ხდება შეჩემ? მუღამი მოეცათ რომ უკან ხო, დაიკიდე. არა, თავარი არის მანდ. ხო. თავარი არის მეგობრებო, თავარი არის დაფიქსირდა. ბატონო, ნახე. შტანგისტი რო გამოდის ძლეოსანი, რო აწევს. მე ძირს აგდებს, მაგრამ თავარია ხო დაფიქსირდა მორჩა. ეს ტარხი რო წაიშალოს ხვალ, რო აღარ იყოს. 250-ით ხო დაფიქსირდა. თან ლაივში არის დაფიქსირებული, ანუ კადრად. ვერავინ ვერაფერს ვერ უზამს. ხო, ბაზარშო. კი ბატონო. აჰა, ნახე. ოპა. ისე ვამიდა. პატრიცემულო მეგობრებო 250-ს გამომწერზე ავედი უღრმესი მადლობა. ძალიან ლამაზი რიცხვი. უღრმესი მადლობა. მეტი და მეტი. რაც მთავარია 250,000 ყველაზე თავს ვერ დავდებ ხარ ასაკვირველია, მაგრამ უმეტესობა ადამიანების, ვინც გვიყურებენ, არიან არაჩვეულებრივი ადამიანები და ძალიან მაგარი პრეცედენტი შექმნით, ძალიან მაგარი სივრცის YouTube-ზე, სადაც ადამიანს მოსვლაც უხარია, თავის თავზე კომენტარის წაკითხვაც უხარია და ბევრი ისეთ სტუმარს, ვისაც შეხება არ ქონია YouTube-თან და მოსულა და უნახავს აქ როგორი მეგობრული სიტუაციაა, ძალიან გაკვირვებია დღევანდელ მოწამლულ ამ რაღაც სამყაროში, სადაც ძალიან ბევრი ღვარძლი და უბედურება და მით უმეტეს სოციალური ქსელები ამის აკვანი გახლავთ YouTube-ზე და კონკრეტულად ჩვენს არხზეც ცალკე რო ვთქვათ, არის ხოლმე ძალიან ისეთი კარგი განწყობა, ერთმანეთის პატივისცემა და ასე შემდეგ. ხანდახან გამოერევა ხოლმე რა თქმა უნდა, მაგას ვერ მაგრამ ბლოკავთ ხოლმე ეგეთ ხალხს. ვახო ნაკაშიძე გწერს, რომ კალა ტატოს შეაპარა მის პოზიციაზე როგორ ვიყავი გუშინო. არა აქვს მაგას მნიშვნელობა ვახო, იმიტომ რომ ჩვენ ფეხბურთის გუნდი ვართ, ფეხბურთის გუნდში არსებობს სუბორდინაცია, ამ სუბორდინაციის მიხედვით აგერა დიქტატორი და დიქტატორის მერე მოვდივარ მე როგორც ყველაზე გამოცდილი წევრი და ყველაზე ერთ-ერთი ლეგენდარული წლების განმავლობაში 10 ნომერი ვარ გუნდის და შესაბამისად, როცა მე ჯამთელი ვარ, მე ვთამაშობ მარჯვენა ფორვარდის პოზიციაზე. და ეს იმის ფონზე რომ მარჯვენა ფორვარდი არ ვარ. ტატო დამშვიდდი. სულ გუშინ ჩვენ გუნდში ქონდა საუბრები, იმიტომ რომ ფერო აცდენდით. ვია. მე მხოლა ვითომ ელაპარაკებთ დიახ და შევარდნაძე ნიკოლოზმა, იგივე თამაზამ. მითხრა რომ კალო აი ვის რა პოზიციას მისცემდი შენ რო იყო რა. და დავფიქრდი ახლა რა ვის რა სად გამოზდის თამაში. აბა, გისმენთ. აი ხა ვახოსნაირ ნიჭიერი თამაში FIFA-ში. დაცვეს ცოდოა. ცენტრალურ მცველის პოზიციაზე მართლა ცოდოა. კამაზე ხო არ დავაყენოთ თქვენს ადგილს. დამშვიდით, ნუ ვთქვით, დამშვიდით, ნახე. კამზე დგას იდეალურად და მე მითუმეტეს ახალ არქეტაიპს ვაკეთებ და მით უფრო მაგარი ვიქნები კიდე. შევარდნაძე მიცადა წინ თამაში და ჯერ ბიჭო პასები არ გააკეთა რამდენჯერმე. ვეჭხუბეთ. რატო არ აკეთებ პას? მე ყლედროს გააკეთა. არა, მე ყლედროს გააკეთა ძალიან, იმიტომ რომ გოლი გაქონდა ცარიელ კარტში და უკან გააკეთა და იმას ჩააბარა ბურთი. შეეშინდა რა ის არა ქვია, ანუ რო უსაყვედურეთ, მე აღარ ურთხავდა, შეეშინდა. მე ძალიან ცუდ თამაში ქონდა რა წინ. ხო და მეთქი არა, შევა, ცუდად თამაშობს, კარგი მოთამაშეა უბრალოდ. ეს თამაზა და მცველია კარგად დასვა რაღაცნაირად რა. კვარა და კობახა რაც შეიძლება შორს უნდა იყვნენ კარისგან. რომ ესეთი რაღაც არ გააკეთონ, მით უმეტეს კობახას ძალიან ცუდი ლეველი აქვს. მე მაგალითად შემიძლია საყრდენადაც ვითამაშო, ცემად ვითამაშო, კამად ვითამაშო, ფორვარდად ვითამაშო. ფლანგები არ არის ჩემი, დიდად რა. და ხო რა, ძირითადად შენი კარგი პოზიცია, შენი ყველაზე კარგი პოზიცია იქნება ფორვარდად, ჩემი აზრით მაინც. მეც მაგას არ ვამბობ, ნახანი ერთი ჩემ, მაგრამ ჰა, ვინ ისმენს? ხო. აჩი არის იდეალური მარჯვენა მცველია ჩემი. აჩი არის, არა, მარცხნივაც აჩი არის ფლანგის. ანუ ვინგერის შუაში იმასაც მომომატა წინაც ძალიან. წინაც მომომატა კარგია ხოლმე და რაც თავარია, ვარჯიშებს არ მიცდენს. თამაშებს არ მიცდენს, სპარინგებს არ მიცდენს, მონდომებულია და ვიღაცებივით არ არის, რომ დაიწერება და რომ გაშპებით ხოლმე ვიღაცები. ზოგი რა ვიცი, თავის შეყვარებული უნდა ნახოს. ზოგი უკეიფოთ არის. თავის ბიჭი შეყვარებულები უნდა ნახონ პადელზე და ითამაშონ თან და 1000 სიზაძაგლე გააკეთონ. მივიდე ხა რეცეპტთან და ის არა ქვია. ცოლი არ მეიყვანო თქო უნდა უთხრას. ამ პირიქით ცოლი მეიყვანა რომ დაჯდეს არხში. ამ გათამაშებაში ჩაერთო და მე თქვენ იცით როგორ გამოიყენებთ მაგ კრიპტოებს. დოჯკოინი არ არის? აუ შედი და ნახე. ნახო. მე ხო არ ვითამაშო. მე ხო ჩავერთო გათამაშებაში. ხო, რანდომაიზერ თუ ამხოლ შენ ვერ მოიგებ. აბა რა თქმა უნდა. რატო? ხო, რა პონტია? რა თამაშებაში რატო ჩავერთო? კრიპტოს ვიყიდით თუ იმიტომ რომ ეს თამაშებაში რატო ვერთო თუ ვერ ვიგებ შეჩემო. ხომ არა, ეს გააჩენს იმის ალბათობას, რომ შეიძლება ჩაწყობილი. მაშინ არ ჩავერთვები გათამაშებაში. არა, თუ გინდა სპორტული ინტერესების გამო, რამდენი ამოვა შენი დაწერილი ის მაგ პონტში ვქნათ, მაგრამ ისე არა.
რა თქვენ როგორ უნდა იყიდო? რა თქმა უნდა, mobile bank-იდან. მე Pornhub-ზე რატო ვარ შესული? რა თქოს მეტი არაფერი არ მithქვამს შეჩემ. რა mobile bank-იდან? ხო როგორ ნოიპოვო mobile bank-ში მაგას გეკითხები? Doji, არის Doji. რა გაყვიდებს შეჩემ. 10 ცენტი იღებს შეჩემ. Dogecoin იღებს 10 ცენტი. დავай ვიყიდოთ Dogecoin. ერთკვირიან სტრიმებსაც ნახავთ ტატოს ღამღამობითო? აბა რა. ყიდვა. შემდეგ ორ შაბათს შეგახსენებთ იწყება ერთკვირიანი ლაივი. ერთწამი გაჩერდი. ჩუმადი ფიქრე, კაცო. ხონდა ჩუმადი იმას ქენი, კაცო. ჩემი რამ ხელავის სახელმწიფოებაში უნდა წავიკითხო მთლიან. ერთკვირიან ლაივზე პატივცემულო მეგობრებო, რომელიც დაიწყება წინა თქვენ თანხმობას აძლევთ თქვენი შიშველი სურათები რა. კალას შიშველი ვეთანხმები. ტატო მაცადე ორი წამი რაღაც უნდა ველაპარაკები ხალხს და შენ ეძებ რაღაცა თან ახმოვანებ შეჭი. ვყიდულობ Dogecoin-ს. თანხა. აიცა? ChatGPT ხარ შეჭი, რას ახმოვანებ იმენ. ლარისაც ხო შეიძლება რომ იყოს? დოლარის. კაი 5 ლარის, ამდენი გამოდის. 17 Dogecoin-ი მომდის 5 ლარად შეჭი. ეს ვინ არის? ერთი წამი რა. ერთი წამი ერთკვირიანი ლაივზე რაღაცას ვამბობ და მაცადე. იცი მე რა კიდე საწავა შეჭე. და ახმოვანო, შევე დავაც კაპუნე, მეგენ უნდა ყიდვა. დავალება მიღებულია. ეს დასაწვენია შეჭე. როდესაც დავალება შესრულდება, შენი coin-ი კრიპტო გვერდზე გამოჩნდება. კრიპტოზე დაბრუნდა. აი ეხლა როგორ უნდა დავსკრინო, ჩემი coin-ები, აი მაგ და რა უნდა ვქნა? დასკრინში. რა დავსკრინო შეჭე? Coin-ები რა. დარწმუნებული ხარ? უკვე დაუვარდა ფასი შეჭე. აცავს ვიყიდეთ. უკვე დაუვარდა ფასი ბიჭო? ტრანზაქცია, აი ტრანზაქციები, ყველა ტრანზაქცია, აი. მოიცა ჩემი ანგარიშია, ანგარიშ ნომერი ჩანს შეჭე. კიდე ბიჭო. ხალხს ვასწავლი როგორ იყინონ კრიპტო. ცხოვრებაში პირველად ყიდულობს. სად არის ოქტოპუსის გვერდი? ჯიგარი ხარ, კნო. რა? ბიჭო, ხალხს ვეუბნები, რომ შენი მოპედი თამაშდება. შეიძლება რომ უთხრა? ლაივის განმავლობაში, როგორც ხდებოდა ხოლმე თვიურად მიმების გათამაშება, ტატოს მოპედის მოგების შანსი გაქვთ. ჩვენმა სპონსორმა ბეტსონ სპორტმა ხვამასაც ჩუქა. ეხა გასცემთ საშუალებას, რომ თქვენ წაიღოთ. ტატოს მოპედი, მაგიდის დერბიში მოგებული. აი ეს უნდა დავდო. ლაივის დროს განმავლინდება გამარჯვებული სვინოობა, ვინ ჩვენ ჯგუფში ყველაზე ესეთ ბევრ ხმას მოაგროვებს, მაგრამ გინდათ თქვენ არ გინდათ თქვენს გაინტერესებთ. ახლა კი შევედით, მარჯვენა კლიკი დავაჭირეთ, რაღაცებს ახმოვანებს ჩემო. სადა რატო არ დებს ჩემი ისე კომენტარი თო? ეს გვასწავლდა კრიპტოს ყიდვას წეგან. ანუ სად არის ჩემი კომენტარი, რატო არ ადევს? რატეს ლიპოტო ამოვანათ. რას გავხარ შეჭება რა გამختარი ხარ მართლა რა. კაი რა არის? შეჭება ყდებოდი და არ მეუბნებოდით ბიჭო? ბიჭო ეს რა არის შეჭება? სახე ნახე ბუზილი. ჩემი კარგი მოტყვა, იმენ ავატყოფი ვარ შეჭება. ბიჭო აშკარად დავდე ჩემი ის ფოტო და არ მაჩვენე. ხო და შენ ისი მომგები ხარ შეჭება ფოტო დადე და არაჩვენებს და. ცალკე ავტორითო რას ნიშნავს? არა, რავი დავდე. არ არის. ყველაზე მაგარი ეს გვასწავლიდა იმას რა ქვია. ვიღაცებს ყავშ ზორორი კომენტარი აქვს და ეგ დაეხმარებათ? არა ხო? თესური სერია კინოს კაცობრიობი ფოტოები. Mortal Kombat-ია. ეს რა არის შეჩემ? ანთ მანანაირად მაქვს რა არის? ალა მაგრა მეძინება, შენ კი მეუბნები საღოლად რა მაგრა მეძინება შეჩემ. ბიჭო ხო და რავი, შემდეგი ორ შაბათი არ მოვა, შეჩემ ერთი კვირა ლაივში უნდა ვიყოთ, შეჩემ ლაპარაკის მეტი რა მოგიწევს? რომ არა ეხლა შემდეგ ორ შაბათს ხო ვლაპარაკებ, ჰარცი რო გინაღამ ჩემპიონი გახდა ელოსბერგი რო გადმოვიდა შეჩემ, შემდეგ ორ შაბათს ვლაპარაკებ ბელგრანო და იმაზე რო გელაპარაკებ. მაგაზე უკვე მორჩა ფინალი, მაგაზე ვლაპარაკებ და იმაზე რო აშტონ ვილამ მოიგო, მორიგი. რანაირად მართლა გეუბნები. რანაირად ინარჩუნებ? რას? ძალას, ხო. რომ გაინტერესებდეს ეგეთი რაღაცები ისევ. რატო რა ვქნა აბა შეჩემ, მოკვდები მე და მე რაფერ არ დამაინტერესებს და სანამ ცოცხალი ვარ? აი. გაიღო რა, მოკვდები, შენს მოკვდები.
Surprise. გავიგეთ ბიჭო, და მაგრამ ეხლა სანამ ცოცხალი ვარ, იქამდე ღამის მეინტერესებს რომ ღამის მოკლება ყელზე მეკიდება შეჭმა ბელგრაუნდზე River Plate. ანუ 3 საათი ლაპარაკი არ ყოფნის და მე-4 საათზე უფრო ხოძე ხარ შეჭმა და ეგ მიკვირს რანაირად ახერხებ პროსტა რომ ეგრე გადარდებს რაღაცები რა. ბიჭო, რავი, მაგარდებს რა. ოჩახს, რავი. ინტერესს ვინ არჩუნებს ცხოვრების. ყველაფერი ყელზე დავიკიდე ყველაფერი შეჭმა რაღაცა ექნება მაშინ. არა, საღოლ, მე აღფრთოვანებული ვარ, კაცო, მაგ უნარით შენი, იმიტომ რომ არ არის იოლი მაგის გაკეთება უბრალოდ. ამ გადაცემაში მეორე წამყვანიცაა და 3 საათი გადაცდება ხოლმე. აგინდა გასული იყავი, შეგეძლო დაგეძინა ყველები გეფხანა და ბიჭო, ხომ არ რომ დასასრულს ხონა შემოვიდეთ და დავამთავროთ. მაგერ ხარ მე. ახალგაზრდა ბიჭი ხარ, გალა ეხა. ცოტა მეტი ენერგიულობა. აღარა ვარ ეგეთი პატარაც, დატო. პატარა ხარ. 33 ზავს. 33 რა არის მე პატარა ხარ. Პირასთან ბატონო, ალაგახენდეს ამის კატო იყო როცა გაიცემა დაიწყო. ჯერ არ გამხდარა მაგხელა. ეს გადაცემა დაიწყო, მე ვიყავი 34-ის. არა, მე მქონდა მეთქი. ეგეთივე სევდა მინდა მქონდეს თვალს როგორც მე მქონდა მაშინ თქვა. მე გამახსენა მე დიდი სევდა არ მქონდა, ამას აქ შეჭმა გაგას პირიქით. კაი, მოდი მინდა გამოვიდე. რომ ეგეთივე მხიარული იყო, როგორც მე ვიყავი მაშინ. არ გასულს პირველი გადაცემის რა ვიძეო რა თვალები მაქვს შეჭმა. პენივაიზერი ხარ, პენივაიზერი. ო, ეს ისე ვიყურები რატომღაც შეჭმა და ანეთ Вообще, სხვადასხვა ადამიანები მოვიდა ის ტიპი ვიღაცა და მე ამ პატივცემულო მეგობრებო. ერთკვიანი ლაივი გველოდება წინ, შემდეგ ორ შაბათს რომ დავიწყებთ გადაცემას. აი რომ მოვიდეთ, სად მიდიხარ და სად გარბი ხარსო და ეს გადაცემა არ დამთავრდება და არა, როგორ არ დამთავრდება. შემდეგ ორ შაბათს წამოხვალ ნორიოში მე. რა ვარშვიზო შეჭმა. აუ დაგვინწრაჩ. კაი, არ წამოვალ თუ. არა, არ ვიცი, მოვიფიქრებ. და ეს არა ნახე. ხო, ეხლა რა დავფიქრე. აი, ესეთ კონდიციებში ვიყავი, ძალიან დამეზარება 1 საათი მგზავრობა შეჭმა. მე თან ეხა იქ მოითხოვენ კიდე რომ ისე წინა შაბათის წინა მსგავსად იქ რომ გავათენო. მე გავათენი შეჭმა, რა იყო. ბიჭო, აი, მე ხედავ, აღარ შემეძლება. ასე პირით მოვიხო. დავით, შევხედავ რა. არა. ჩათ, წავიდე ჩათ. არა, მოიცეთ. ხახი თუ ვითხოვს ამ. აი ხონა მოემზადო შე რა შემდეგ ორ შაბათობაზე რომ უნდა წამოხვიდე ჯერ ესეთი აუცილებლად. აბა რას მეკითხები თუ უნდა წამოვიდე. ჯერ კითხე შენი განწყობა ინტერესება. ეხა შემდეგ ორ შაბათს მოხვალ გამოძინებული. და ყველაფერი კონდიციებში წამოხვალ და მე მიიძინებ იქ რავი როცა დაგეძინება მიიძინებ სადმე გაგიშლით. ხო, ეს ხალხის წინაშე ძილი აღარ მინდა შეჭმა, ასე სტრანი იყო. ბატო უცნაური იყო რა. შენდერი მიმები წამოვიდა. ხო, და ძალიან კაი, ერთი მიმები საკმარისი არის ერთი წლისთვის. სტრანია შეჭმა კამერის წინ ძილი ცოტა და ორჯერ მეძინა. შეჭმა მთელი კვირა იქ მე კამერის წინ არ მეძინა. ხურნავდი გიჟებით. ავარი არ გააკუო თორე ხრინა არ აუშავს. ხო და კაი რა გინდა იმას ვქნათ კიდე გავიმეოროთ. ძალიან საინტერესო აქტივობები გვაქვს და თან ტატოს მოპედი უკვე გათამაშდება ტურნირი გვექნება იქ რაღაცა იუთუბერების და ასე შემდეგ რა ბევრი საინტერესო აქტივობა. ეს უნდა მოვიფიქრო რაღაცეები, ჩემი რუბრიკები უნდა გავაკეთო. ახლა მაინც ახლა ლაივში ვიქნებით. ერთი კვირა უნდა გავიშალო ხელები და მე უნდა გადავიჯვა თავზე. რაღაცა ყალეობები უნდა ვაკეთო. ერთი კვირა რუბრიკები გავაკეთო. რა მე უნდა მოვიფიქრო. მარტივი აღმოჩნდა ეგ პროსტა ძალიან. ტატო, შენი ღამის ეთერი არის სულ შენი. ღამის ეთერში დაჭიქი. და ილაპარაკე შეჭე. ბარემ ახლა შევეგუები და სოფლიო ჩემპიონატის გრაფიკზე გადავალ აქედან. ხო, ღამის ეთერში დაждები. მაინც ამერიკიდან გვიყურებს. ჩატთან ილაპარაკებ ძალიან ბევრს, რავი. ყობახამაც მითხრა რომ ყობახამ მე არ ვიცოდი ყობახაც თუ მოდიოდა. მე ვიქნებიო მთელი კვირაო. რაღა საქმე აქვს ხო სამსახურიდან წამოვიდა შეჭმა. ხო არა არ ვიცოდი ხო მაინც ოჯახი ყავს. ოჯახი არ გამოვიდია. ოჯახი და ჯერ გამარა ეჭვმა აღარ შეუშვებენ უკან. ა პირიქით შეჭმა შეიძლება წაიწადიო დეუნები. დაგვასვენებო ერთი კვირა. ხო და მოვა. მოვა ალბათ თავის ისტორიებს და აღარ შეუულიათ. ყვარა მოვიდა განხილვა იყო უკვე. ვაი ეგაც დააგვიანა. პას როგორც აგვიანებს ისე.